ახალციხის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები 1 ნოემბრამდე საკუთარ ამომრჩეველს უნდა შეხვდნენ და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინონ. შეხვედრის ფორმატის დამტკიცების შესახებ დღეს საკრებულოს დეპუტატებმა ინსჯელეს. მათი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრა შესაძლოა 15-ვე წევრმა ერთდროულად გამართოს, ან და სურვილისამებრ თითოეული მათგანი ადგილობრივებს ინდივიდუალურად შეხვდეს. ორივე შემთხვევაში ანგარიში 10 დღის ვადაში საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. საკრებულოში აღნიშნულ საკითხს მხარი მხოლოდ ერთმა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ჯიმშერ გოგოლაურმა არ დაუჭირა. და იქ მოსახლეობას აუხსნათ, რასაც პირდებოდი, ჩვენ რა გავუკეთეთ და ის მოსახლეობა ჩვენ რა პრეტენზიას ამოგიტენეს, ეს მე მინდა რომ მაგას აკეთებენ, გადიან კაცო უბანში მაჟორიტარები. ანგარიში გააკეთა. ეს არის ხდომის დღის წესრიგი. თქვენ ბატონ ჯიმშერ გადმოგზავნილი გქონდათ ეს წესი შეგეძლოთ წავიკითხოთ და სწორია მაშინ ისეთ კითხვებს გვისვამთ რომ მე ჩვენ ეყარება რომ საკითხული მე თუ ქუჩაში გავლამაკია მაშინ ჩემზე ვინ გადის ქუჩაში მთელი დღე ქუჩის დაადინე მადლობებია ჩვენი ახალაც მოსახლეობა თქვენი რა ჩვენ საკრებულოს ყველა წევრს გვაქვს უფლება ეს შეხვედრა გავაკეთოთ ინდივიდუალურად მაგრამ ამით ღიაობა არ იხურება ამ წესში გაწერილია რომ ხდომა მიყავს ნებისმიერ ის ხდომა ერთი ჩაატარებს თუ 15 ერთად თუ 2 ერთად და 5 ერთად ან საკრებულოს თავმჯდომარეს ან მოადგილეს და აუცილებლად არის საჯარო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელ ხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა იყო. სიახლის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელსაც მომვლელი ესაჭიროება სპეციალური დოკუმენტის დანართი ნომერი 3-ის წარდგენის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობისგან ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებს. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო ჯანდაცვის სფეროსაც. C-ჰეპატიტზე გამოკვლევის ღირებულებას ადგილობრივი თვითმმართველობა დაფარავს. დაფინანსება ვრცელდება სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებზეც. აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს. შეუძლიათ ეს წესი მიიღოს სარძევე ჯირკვლის დაავადებული მოქალაქეები 40 წლამდე ასაკის გავაგრძელებთ ამაზე მუშაობა ჩვენ თქონა და არის კიდევ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებულებზე ყველა ფარისებრი ჯირკვლებზე 200 ლარი გვაქვს ჩადებული პაკეტი და სარძევე ჯირკვლის კიბოს დაავადებაზე 250 ლარი გვაქვს წელიწადში პაკეტი 40 წლამდე ასაკის გამვიხილეთ რომ აუცილებელია ეს საბუთი წარმოდგენილი ყოფილიყო ეს არის შეშმ პირის დანართი ნომერი 3 რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ასე ვთქვათ დამტკიცებულია სადაც იქ არის დაფიქსირებული რომ ეს ადამიანი ასე ვთქვათ მკვეთრად გამოხატული არის და მნიშვნელოვნად და საჭიროებს იმ მოვლენს ან სხვა პირის დახმარებას რომ მაგით დადასტურდეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მალხაზ გიქოშვილმა ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარის აჭედვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე მერის ერთ-ერთი წმუნებული შვილიც იმყოფებოდა. აღნიშნული უარყვეს მერის წარმომადგენლებმა. გიორგი კოპაძის თქმით, მან აქციის შესახებ არაფერი იცოდა. ვის გაუგია რომ ხელისუფლება ოპოზიციას უჭერდებდეს კარებს რა. ჯერეთ. მე მეორე თუ ახალციხელებს აქვს ჩვენთან რაღაცა პრეტენზია მოვიდნენ და გითხრათ ახალციხელი მაგრამ ბორჯობიდან შეგერებული ნაგავი ყლამი მე მაგას ეგრე უწოდებ და პირდაპირ ვიტყვი ბორჯობიდან შეგერებული ხალხი იქიდან გუში ვნახები რამოდენიმე პიროვნება იქ ახალციხელიც იყო ერთ სამი პიროვნება სხვა შორის ჩვენი ერთ-ერთი თანამდებობის პირის შვილი იყო ეს დაფიქსირებულია ვიდეოზე ამ შენობის კუთხი და როგორ აცილებს თავის შვილს და სამ ბიჭს კიდევ ნაციონალურ ხალხო ყველანაირად ვცდილობ რომ იყო კონსტრუქციული რა აი ყველანაირად რომ ის იყოს მაგრამ რატო აკეთებთ ამას ეხლა როგორც თქვენ დავდექით ფაქტის წინაშე ისე დავდექით ჩვენ და აი კიდე სხვა პრობლემაა გია იქ რა რა სხვა პრობლემა იქაც ადამიანები შემოდიან ქალაქში და თქვენ არ იცით ეს ახლა კიდე დიდი უბედურება კიდე უბედურება ქალაქში და ჩვენ რო ყოფილიყავით სამერწმუნე ძალიან ბევრი ხალხი იქნებოდა და უბრალოდ ძალიან მოქალაქეები თუ ძალიან მეეჭება კი ბატონო მაგის დროს არ ვიცი ხო მე ამ ყოველ შეშემოგე დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე დეპუტატებმა 8 საკითხი განიხილეს. ხდომას 15 დეპუტატიდან 10 მათგანი დაესწრო. ერთობლივი თანხმობის ხდომაზე მხოლოდ ერთი სოციალური დახმარების გაცემის წესში შეტანილი ცვლილებები დამტკიცდა. დანარჩენ მათგანზე დეპუტატებს სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდათ.